მოგესალმებით, მეგობრებო. წარმოგიდგენთ ჩემს Facebook-ის გვერდს, რომელიც დიდი ხანი არაა შეიქმნა. იქნებ ზოგიერთი თქვენთაგანი უკვე არის კიდევაც ამ გვერდში გაწევრიანებული. მოკლედ, ეს პირველი ჩემი ჩართვა აი ასეთი, რომელშიაც მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, რომ ეს გვერდი ვფიქრობ საინტერესო გახდება ყველა იმ ადამიანისათვის, იმ პედაგოგისათვის, ვისაც უყვარს სიახლეები, ინოვაციები, ვისაც სურს, რომ ის მიღწევები, რაც არსებობს ამჟამად ტექნოლოგიებში, გამოიყენოს თავის საქმიანობაში, გამოიყენოს სასწავლო პროცესში. მოკლედ, ჩემი გვერდი, როგორც მოგახსენეთ, ახალი შექმნილია. თუმცა, რამდენიმე საინტერესო პოსტი ალბათ შეგხვდებოდათ, ვინც დაინტერესდით. ამჟამად მინდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე გესაუბროთ, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ნახეთ, აი, გიჩვენებთ. შემდეგში მექნება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო ჩართვები, live სესიები მექნება, სადაც მოხდება თქვენთვის საინტერესო ინსტრუმენტების შესახებ, ესე იგი, განხილვა, შესწავლა და ასე შემდეგ. არა მარტო ვებ ინსტრუმენტები, არა მარტო ხელოვნური ინტელექტი, არამედ დისკუსია და ასე შემდეგ, ყველა იმ თანამედროვე მეთოდებზე, სტრატეგიებზე, რომლებსაც გამოიყენებენ სასწავლო პროცესში და არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, რა თქმა უნდა. აი ეს ინსტრუმენტი, აი ჩემს გვერდზე ნახეთ, არის ნებისმიერი YouTube ვიდეო გადააქციაში თამბეჭდავ სასწავლო კურსად, სურათებად, ინფოგრაფიკულ ბარათებად. და კომენტარებში არის, რა თქმა უნდა, ინსტრუქციები. არ ვიცი, ვინმე დაინტერესდა თუ არა ამით, მაგრამ აი ახლა მინდა, რომ სწორედ ამაზე ვისაუბრო, რამდენად მნიშვნელოვანი, რამდენად საინტერესო და ძალიან ისეთი გამოსადეგი, ასე ვთქვათ, როგორც ვამბობთ ხოლმე, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ხელსაწყო გახლავთ ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კი არა, ალბათ ძალიან ყველასაც კარგად ნაცნობი Gemini 3 Pro, აი ბოლო მოდელი, რამდენად საინტერესოა და რამდენი შესაძლებლობები აქვს მას და კიდევ ნელ-ნელა ემატება ამ ყველაფერთან ერთად კიდევ სხვა შესაძლებლობებიც, თუ თქვენ მაგას თვალყურს ადევნებთ და სწორედ ის ინსტრუმენტი გამოიყენება ამ შემთხვევაში, რომელიც თითქმის ყველასათვის ნაცნობია, Google-ის ხელოვნური ინტელექტი Gemini. როგორც აქ კომენტარებშია ნახეთ მითითებული, აი უნდა გავხსნათ, რა თქმა უნდა, მთლიანად ეს კომენტარები, რომ ნახოთ პირველი დანომრილია დამბიჯების მიხედვით. მოძებნით პირველი. პირველ რიგში, ესე იგი, აქ საქმე ეხება YouTube ვიდეოების დამუშავებად ღრმად, შინაარსობრივად და შემდეგ ამის საფუძველზე ინფოგრაფიკული ბარათების, სამუშაო ბარათების შექმნა, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და ძალიან, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესშიაც და ზოგადად. მოკლედ, ნახოთ პრაქტიკულად როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. გადადიხართ YouTube გვერდზე, კი ბატონო, გადავიდეთ YouTube გვერდზე და გადასული ვარ. აი და ეხლა მე შერჩეული მაქვს ძალიან მოკლე ვიდეო, იმიტომ რომ რაც უფრო დიდია მოცულობით ვიდეო, ალბათ ხვდებით, რომ ვით უფრო მეტი დრო დაჭირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ მის დამუშავებას. ამიტომ აი ეს ვიდეო, რომელიც გახლავთ 2 წუთიანი, 2 წუთნახევრიანი, კი ბატონო, საფრანგეთის რევოლუციას ეხება, ძალიან მოკლედ, სატირულ და ესეთ კარიკატურების სტილში არის გაკეთებული ეს ვიდეო და ამიტომ ამის მაგალითზე მოვახდენ ეხლა თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, აი როგორ ხდება, რომ თქვენ მიიღოთ სასურველი შედეგი. რა თქმა უნდა, აკოპირებთ თქვენთვის სასურველი ვიდეოს ბმულს, აი ასე და შემდეგ გადადიხართ Gemini Pro, რომელიც ამჟამად მე მგონი ახალწლამდე გახლავთ, აი ეს ვერსია. ეს არ არის ულტრა ვერსია, მაგრამ არის ძალიან კარგი. ამის შემდეგ მოდის ულტრა ვერსია და ეს ვერსია შესანიშნავ გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობებს, ვინც მოსინჯეთ და გააქვთ გააქტიურებული, ეს უფასოდ ხდება ყველაფერი, მე მგონი
ახალ წლამდე გააკეთა ეს Google-მა და მოკლედ გადადიხართ აქ და აი ახლა ეს ვიდეოზეა მონიშნული, მაგრამ ამ ვიდეოს მე ავიღებ და new chat-ს გავაკეთებ, იმიტომ რომ მე მინდა ზოგადად აქ არ იყოს მონიშნული, იყოს დაყენებული აი ამ thinking on აი მესამე 3 Pro, აი ეს უნდა იყოს მონიშნული. ეს არის მონიშნული და აი აქ ესე იგი უწერთ ქართულად რომ ესე იგი ღრმა შინაარსობრივი ანალიზი გააკეთოს ამ ვიდეოსი და შემდეგ უწერთ ვიდეოს ბმულს. აი გაანალიზე, ან შექმენი, ან როგორც გინდათ, აი არ აქვს. იქაც მიწერია მე სამაგისა სანიმუშო. ნახეთ მეორე უნდა მოძებნოთ ამ შემთხვევაში. აი მეორე. ხო, მოძებნე მეორე კი არა, უკაცრავად მესამე ჩასვით ის Gemini-ში შემდეგი მოთხოვნით. ღრმად გაანალიზე ამ ვიდეოს შინაარსი და აი აქ ისმება უკვე ვიდეოს მული. კი ბატონო, გადავიტანოთ ასე როგორც არის. მე ხა ეს იცით რა, ერთი რაღაც მინდა გირჩიოთ. რაც არ უნდა მინიშნება გქონდეთ და ითვლებოდეს რომ ის მინიშნება საუკეთესოა. იცით რა, მაინც თქვენ უნდა დახვეწოთ ეს საბოლოოდ, როდესაც მიგაქვთ ეს უკვე ხელოვნურ ინტელექტთან და შესაძლოა შემდეგ კიდევ დაგჭირდეთ და ასე კი არსებობს, რა თქმა უნდა, უამრავი არსებობს და მინიშნებები და უკვე ამის ესე იგი იყიდება კიდევაც ასე ვთქვათ ეს პრომპტებს რომ ეძახიან. საკმაოდ დიდი მოთხოვნა ამ მინიშნებებზე, ანუ პრომპტებზე, მაგრამ თვითონ ადამიანმა მაინც უნდა თვითონ სცადოს და მოსინჯოს, შეასწოროს, თუ კი საჭირო იქნება. ეხლა აქ როგორც არის, აი ღრმად გაანალიზე ამ ვიდეოს შინაარსი და აი ეხლა აქ მე უწერ ვიდეოს ბმულს. ხო, ეხლა ეს ვიდეო არის, რა თქმა უნდა, ვიდეოს ბმული აღარა მაქვს, ეხლავე ერთი წუთით. ერთი ეხლავე, აი ამას ხელახლა ავიღებ ამ ბმულს. მოდი, აქ უნდა ეს ვიდეო გახლავთ ინგლისურ ენაზე. ამიტომ ეხლა მე მინდა ამას არა აქვს ენას არა აქვს მნიშვნელობა მეგობრებო. ძალიან კარგად შეგიძლიათ, როგორც გინდა, რა ენაზედაც გინდა იყოს ეს YouTube-ის ვიდეო, მოსთხოვოთ ქართული ტექსტი, რომ ქართულად მოგაწოდოთ ეს ტექსტი. ამას აკეთებს. ღრმად გაანალიზე ამ ვიდეოს შინაარსი და აი ჯერ ჩავწეროთ, კარგით ასე იყოს. აი ჩავწერე და აი ისევ ქართულად დაუწერ და მომეცი ამ ვიდეოს შინაარსი და მომეცი ვიდეოს შინაარსი ქართულად ან ქართულ ენაზე. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამ თხოვნას აძლევთ. ვფიქრობ ძალიან დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს, რადგან პატარაა ვიდეო. მაინც ჭირდება რა თქმა უნდა დამუშავებას და ფაქტების გადამოწმებას. აი ნუ რა თქმა უნდა ნახეთ ეხლა ეს ხშირად ხდება, ეს მაშინ ხდება, როდესაც ქართულად ვაძლევთ თხოვნას. აი ხან აკეთებს ამას როგორც ჩვენ გვინდა, ხშირ შემთხვევაში ან ვერ აკეთებს, ან არ აკეთებს, აი რა გითხრათ, ამიტომ ჩემი რჩევა, რომელიც არ მგონია რომ ისმის ახლა ეს გაუჭირდეს, ამ შემთხვევაში აი ავიღოთ ელემენტარულად ყველა მიცის ალბათ ეს Google-ის ესე იგი translate, ანუ თარგმანი, აი ასე Google Translate და აი აქ აკრიფეთ ჩვეულებრივად ქართული ტექსტი, რომელიც ასევე მექანიკურად გადათარგმნის, ავტომატურად გადათარგმნის ინგლისურად და თხოვნა ჩაუწერეთ ინგლისურად. მაინც ტექსტებს კი Gemini-ს ესმის ეს ქართული, მაგრამ მე ეს ვცადე
და ქართულით ძალიან ბევრი მცდელობის შემდეგ მივიღე შედეგი და როდესაც უწერ ინგლისურად, აი მომენტალურად გვაქვს შედეგი. ამიტომ ეს ყველაზე მოხერხებულია. ეხლა აი ეს თარგმანი შესაძლოა არ მოგწონდეს ასეთი ლიტერატურული ენით დახვეწილი თარგმანი არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და ძალიან კარგად იგებს, რას ართხოვთ თქვენ. აი ეს თარგმანი. რამდენადაც კიდე არ მომწონდეს, მაინც ამ შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს. და ავკრიფოთ იგივე ქართული ტექსტი და ავტომატურად ნათარგმნი ტექსტი ინგლისურად ჩავწეროთ. აი ეხლა როგორი ტექსტი მეწერა აქ? ნახეთ, აი, როგორი იყო ტექსტი, ღრმად გაანალიზე ამ ვიდეოს შინაარსი და მომეცი ვიდეოს შინაარსი ქართულ ენაზე. კი ბატონო, აი, თუნდაც აი ესევე გადავიტანოთ და არც ვიფიქროთ მაინც და მაინც. აი ასე. და აქვე, აი მასაც ჩავწერ და ტექსტი ქართულ ენაზე. ეხლა ეს გადავიტანოთ და ჩავსვათ მერე ვიდეოს ბმული, აქ ახალი ჩატი დავიწყოთ. აი ასე. შემდეგ, აი აქ ჩავსვათ ვიდეოს ბმული. აი ასე. აჰა, აი ფრთხილებში ჩავსვათ თუ გნებავთ. აი ასე. აი ამ ვიდეოს ბმული ხელახლა. აი ესე. აი კარგად გამოვყოთ. შემდეგ ფრთხილებში ჩავსვათ. აჰა, აბა ეხლა ნახეთ, ეხლა ვცადოთ ინგლისურ ენაზე რა შედეგს მივიღებთ. აი, ნახეთ. აი ზუსტად მივიღეთ ის რაც გვინდა ქართულ ენაზე. და თანაც როგორ არის ესე იგი გაკეთებული ანალიზი, აი ზუსტად. ამიტომ გირჩევთ, აი ნახეთ, აქვე გადმოიტანა ვიდეოც და პირდაპირ მოახდინა ის ძირითადი საკითხები გამოყო, რაც ამ ვიდეოში საფრანგეთის რევოლუციაზე თან მითითებულია წუთები, რომელ წუთზე რომელი ტექსტი. ხედავთ, ეს არის სრული ტრანსკრიპტი. ფაქტობრივად თან დალაგებული შესანიშნავად ყველანაირად შინაარსობრივად. აი ის რაც გვინდოდა. ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ აი ეს ძალიან მარტივად Google Translate. აქ არ არის საჭირო ახლა ლიტერატურული ტექსტები და ასე შემდეგ. ძალიან კარგ თარგმანს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ გამოიყენოთ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას, იმიტომ რომ მაინც ჯერ ქართულს ყოველთვის ისე ვერ აღვიქვავს, როგორც ჩვენ გვინდა და ხშირად ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს. ან ძალიან უნდა ვიწვალოთ და ამ ჯობს აი ეს გამოიყენოთ, მარტივია ძალიან ეს ყველაფერი. აი ხა შემდეგ რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ ინფოგრაფიკული ბარათები, რომელიც იქნება ინფორმაციული, ძალიან მოკლე და რომელსაც ძალიან კარგად გამოიყენებთ. ეხლა ამ შემთხვევაში მე უკვე რას ვაკეთებთ? ეხლა აქ ნამდვილად გვჭირდება რომ მოვნიშნოთ აი ეს create image. ანუ რო ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში ნანო-ბანანა, ეგრეთ წოდებული, როგორც ეძახიან მას, რომელიც შესანიშნავად ქმნის მოკლედ ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, ინფოგრაფიკასაც და ასევე კიდევ სხვა რამესაც და აი ახლა დავუწეროთ ისევ თხოვნა ინგლისურად. აი აქ ავკრიფოთ ქართული ტექსტი, რა გვინდა? ჩვენ გვინდა ახლა, კი ბატონო, აი ასე დავწერ ახლა შექმენი, აი ასე შექმენი ამ ვიდეოს შინაარსის მიხედვით ინფოგრაფიკული
ან სურათები, ან ბარათები, ან იყოს სურათები, ინფოგრაფიკული სურათები. ახლა შექმნილი ამ ვიდეოში ნაარსის მიხედვით ინფოგრაფიკული სურათები. იყოს ინფორმაციული ტექსტით, ვთქვათ. ინფორმაციული ტექსტით. ქართულ ენაზე. ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. აი ნახეთ, აი ესე დავუწეროთ. მკაფიოდ. ან მოდი არ გვინდა ესეც არ დავაბნიოთ, ინფორმაციული ტექსტით, ქართულ ენაზე იყოს. ქართულ ენაზე. აი ასე. აი თარგმნა არც დაუკვირდები ახლა მაინც და მაინც კი უყურებ ახლა ძალიან კარგად. ხო, აი შესანიშნავად ნათარგმნია ამ შემთხვევაში ის არის რაც ჩვენ გვინდა. აი ახლა ვუდივართ Gemini-ში ბრუნდებით და აი უწერთ ამ თხოვნას. აი და გავუშვათ ეს თხოვნა. ანუ ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა მოვნიშნოთ, მონიშნული იყოს ნანო ბანანა, რომელიც ქმნის ყველანაირი ხასიათის, ასე ვთქვათ, სურათებსაც და ინფოგრაფიკულ ნამუშევრებსაც, ჩარტებსაც და ასე შემდეგ. ველოდებით. ცოტა დრო ჭირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი, ნახეთ. ამას მე გავავადიდებ და გიჩვენებთ ყველაფერს. კიდევ იქნება აქა. ნახეთ. აი გავადიდოთ და ვნახოთ. აი ზუსტად ესე იგი სამი წოდება დაახასიათა, ასე არის ვიდეოში. კი ბატონო. აი. ბასტილიის აღება, რევოლუციის დასაწყისი, განმაარხებლობის იდეები. და მერე კიდევ ესე იგი, აი ადამიანის უფლებათა აი ხედავთ როგორ გამოყო ის ძირითადი საკითხები და შემდეგ არ დააყოვნა ნაპოლეონზე გადასლა, რა თქმა უნდა, აბა ხო, ეხლა ნახეთ. აი ეს მოგცა, რა თქმა უნდა, რომლის გადმოწერაც შესანიშნავად შეგიძლიათ აი ამ ღილაკის საშუალებით. თანაც ხარისხი, შესანიშნავი ხარისხით აკეთებს ამ ყველაფერს, როგორც ხედავთ. და თქვენ შეგიძლიათ რომ კიდეს თხოვოთ, რომ უფრო მეტად დახვეწოს ეს ბარათები. აი გადავიდეთ ისევ, ყველაფერი ინგლისურად ჩაუწერეთ, მეგობრებო, როგორც ხედავთ, სრულიად მარტივია ამ ყველაფრის თარგმნა Google Translate-ის საშუალებით. და აქ ახლა დაუწერ აღარ თხოვნას, რომ უფრო მეტად დახვეწე ეს ბარათები ან სურათები. უფრო მეტად ეს სურათები. გაცრავად. სურათები, უფრო მეტად დახვეწე ეს სურათები. აჰა, აი ასე. აი პირდაპირ კოპირებას აკეთებ და გადმოდიხართ. აქ შეიძლება ესეთი თავაზიანობის ფორმაც გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, ჩაუწეროთ please თავაზიანობის და შემდეგ ეს ტექსტი რაც დავაკოპირე და აი ვნახოთ რას მოგცემს ახლა. ნახეთ. დახვეწოს თითოეული ბარათი, ან შესაძლოა ისიც გვეთქვა, რომ დაემატებინა ბარათი. კიდევ შეიძლებოდა ბარათის დამატება. რა თქმა უნდა. რომელიც რა თქმა უნდა კიდე გარკვეულ დროს მოითხოვს და ამიტომ რადგან მინდა რომ ნახეთ, აი რა გააკეთა ახლა შეხედეთ, აი ერთი ბარათი მოგცა. აი
გააერთიანა, არა დაამატაკიწევათ, უფრო შთამბეჭდავად ერთ ბარათში, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრჯერ შეგიძლიათ მიმართოთ თხოვნით და თითოეულ ბარათზე ცალკე მოსთხოვოთ ეს ყველაფერი, ოღონდ ინგლისური თარგმანით, აი ნახეთ როგორი მარტივად ხდება ეს, არავის შეეშინდეს იმისი თუ არ იცის ენა ინგლისური, სულაც არ არის ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ცოდნა ენის საჭირო, იმიტომ რომ ამ თარგმანზე აკეთებს ყოველ შემთხვევაში ისე, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ეს ძალიან კარგად გასაგები ხდება. აი ხედავთ, როგორი მაღალი ხარისხის ბარათების შექმნა, ასევე ერთადაც და კიდევ შეიძლება რომ ახლა ესე იგი დროის ამბავია უბრალოდ და შეგიძლიათ კიდევ მოსთხოვოთ, რომ მაგალითად პირველ ბარათზე ჩაამატე და მიმართოთ პირდაპირ ან სიტყვებით ჩაუწეროთ და ასე შემდეგ. მოგეთ, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამ ინსტრუმენტის შესახებ და ვფიქრობ, ძალიან ბევრი მათგანისთვის უფრო მეტად მომხიბლავი გახდება ეს ინსტრუმენტი, Gemini, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები. გისურვებთ წარმატებებს.